მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, დღეს სამშაბათი დღეა, ტრადიციულად ეთერში გადის სტუდია ნომერი 8, საღამოს 9:30. დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება, ძალიან საინტერესო პროექტის შესახებ ვისაუბრებთ. ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმრები გახლავთ ბატონი თორნიკე არევაძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრი და ბატონი ელგუჯა ხოჩიაშვილი. აგრეთვე მოგახსენებთ, რომ ბატონი თორნიკე არევაძე არის თვითმმართველობის არჩევნებში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის სიით წარდგენილი კანდიდატი, პირველი კანდიდატი რუსთავის საკრებულოში მოსახვედრად, ასე ვთქვათ. რაც შეეხება ბატონ ელგუჯა ხოჩიაშვილს, ის გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მრავალეროვანთა კავშირის პრეზიდენტი, სრულიად საქართველოს ეროვნული მოძრაობა 2017-ის თავმჯდომარე შპს წინაპარის დირექტორი. რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, 7 წელი მუშაობდა ქარხანა ცენტროლიჩი კორპუსის უფროსის მოადგილედ, 10 წელი მუშაობდა მეტალურგიულ კომბინატში საამქროს უფროსად, არის არაერთი რაციონალური და ინოვაციური პროექტის და იდეის ავტორი, მოკლედ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს მას და 2022 წლის 8 თებერვლიდან არის საქართველოს მეცნიერთა კონგრესის წევრი. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ასეთი გაერთიანება, საქართველოს მეცნიერთა კონგრესი, რომელიც თავს უყრის როგორც მეცნიერებს, ასევე ამ მეცნიერების მხარდამჭერ პირებს და წლების განმავლობაში უკვე ეწევიან საკმაოდ საინტერესო საქმიანობას. მოდით პირველი კითხვით მე მინდა ბატონ თორნიკეს მივმართო, მოახლოვდა რამდენიმე დღე დარჩა 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე. რა მდგომარეობა ამჟამად რუსთავში და როგორ ვითარდება პროცესები? მოგესალმები თორნიკე, მოგესალმებით ბატონო გუჯა, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ჩვენს რადიო მსმენელებს. მოგმესი მადლობა მინდა ბატონ გუჯას, ბოდიშის მოხდი თორნიკე, მოგმესი მადლობა მინდა ბატონ გუჯას გადაუხადო დღევანდელი ჩვენს ეთერში სტუმრობისთვის. ბატონი გუჯა ჩვენი უფროსი მეგობარი არის და ძალიან საამაყო რუსთაველი. ძალიან ბევრი რამე გვაქვს ახალგაზრდებს ბატონი გუჯასგან ნასწავლი და ბევრი მაგალითი აგვიღია ბატონი გუჯასგან. არჩევნები სულ რამოდენიმე დღე არის დარჩენილი არჩევნებთან დაკავშირებით და ძალიან აქტიურად ჩვენი მაყურებელი ადევნებს თვალყურს ობიექტივის გადაცემებს, სადაც თითქმის ყოველდღიურად შუქდება რუსთავის საერთოდ პატრიოტთა ალიანსის აქტივობები სხვადასხვა რაიონებში. რუსთავშიც რა თქმა უნდა, რუსთავის გუნდი აქტიურად არის ჩართული მოსახლეობასთან შეხვედრის. ვაცნობთ ჩვენ საარჩევნო პროგრამას, გვაქვს ჩვენს მოსახლეობასთან საუბარი ამა თუ იმ მეტნაკლებად მოგვარებულ თუ მოსაგვარებელ საკითხებთან, რომელიც რუსთავს საკმაოდ არის რუსთავში. დიახ. თავარი ერთი ძალიან დიდი სიყვარულით მინდა ჩემს რუსთაველებს მოვეფერო უთხრა და ჩვენ შეხვედრებზე ყოველთვის მოჩანს ის, რომ ძალიან დიდ სითბოს გამოხატავენ უშუალოდ ჩვენი პარტიის მიმართ, ჩვენი იმ გზის მიმართ, ჩვენი პროგრამის მიმართ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენი რუსთაველების მხარდაჭერის. კი ბატონო, უღმესი მადლობა ბატონო თორნიკე. ბატონო ელგუჯა, ჯერ პირველ რიგში მე მაყურებელს ვეთქვი, რომ მე მქონდა ბედნიერება ბატონ ელგუჯასთან პირისპირ შეხვედრის ჩვენ გავიცანით ერთმანეთი და მან წარმომიდგინა არაჩვეულებრივი პროექტი, რომლის განხორციელებაც მერწმუნეთ ნამდვილად ეროვნული და სასიკეთო საქმე იქნება არა მხოლოდ რუსთავისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. ბატონო ელგუჯა, თუ შეიძლება თქვენი პროექტის, თქვენი იდეის შესახებ ვამცნოთ საზოგადოებას. რას მოიცავს თქვენი პროექტი და რატომ არის მისი განხორციელება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ რუსთავისთვის, არამედ ზოგადად საქართველოსთვის? პირველ რიგში უღრმესი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები ჩვენ ტელემაყურებელს და რა თქმა უნდა, პროექტთან საუბარსაც დავიწყებთ აუცილებლად. პირველ რიგში მხედველობაში რა მაქვს? ეს პროექტი არის საკმაოდ დიდი მოცულობით და ჯერ მთლიანად ჩამოვაყალიბებ და მე ვთქვათ რა დანიშნულება და როგორთანაირად. იალგუჯის მთა გვაქვს რუსთავში, რუსთაველმა ყველამ გაათიცის და იქ მოსულმა სტუმრებაც ალბათ
და ეს მთა კაიხანი არის მიტოვებული განსაკუთრებით მან ადრე იყო მეტალურგების დასასვენებელი ასე ვთქვათ სახლი რომ მობრძანდებოდნენ სტუმრები რუსეთის და სხვადასხვა კუთხიდან ყველა მიდიოდნენ და ისვენებდნენ იქ ზევიდგენ დღესდღეობით შეიძლება ითქვას რომ ეს ადგილი არის გაპარტახული დღესდღეობით 30 წელიწადია ესე უპატრონთ არის პოდიშ შემოგვამთქვაზე მიტოვებული და გადავწყვიტე მან რაღაცა პროექტი ჩამეფიქრებინა და კიდევაც ჩავიფიქრე და კაიხანი ამ პროექტისთვის ვიბრძვი. პირველი რაც ძირითადია რომ მინდა რომ აშენდეს სალოცავი, რაც ძალიან გაალამაზებს ქალაქის ხედს, აი წარმოუდგენელი იქნება შეხვედრა თუ არა ქალაქი, საიდან ნებისმიერ კუთხიდან გამოჩნდება იქ სალოცავი. ამ სალოცავის გარდა, სალოცავის ერთ მხარეს მინდა აშენდეს ქორწინების სახლი თავის სარიტულო დარბაზით. ეს დარბაზი რო იყოს შედარებით ქალაქის დარბაზებთან სხვა იეფი, მინდა რომ ამ დარბაზს კონდეს თავისი მინი ფერმა და მინი მარანიც. რომ იყოს მისაწვდომი ნებისმიერი მოქალაქისთვის და უბრალოდ ჩაფიქრებული მაქვს იქ რომ ავა ახალგაზრდა ჯერ დაიწერენ ჯვარს, შემდეგ მივლენ იმ ქორწინების სახლში და ტრადიცია რაღაცა უფრო მყარი ოჯახები იქნება. მე რაღაც იმედი მაქვს რომ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ახალ ოჯახებს. ამის გარდა რუსთავი ამხელა ქალაქი არის და არ აგვაქვს ნორმალური სასაფლაოსაც შეიძლება აი ღირსეული მამულიშვილები რუსთავსაც ყავს და ქვემოქალსაც ყავს ხო რომ იქ იყოს იმათი გასასვენებელი ადგილი ასე ვთქვათ პანთეონებით რო გაკეთდეს პატარა ეს სამი ძირითადი უნდა იყოს რაღაცა უცვლელი პარალელურად იქ არის პენსიონერთა სახლი მინდა გადაკეთდეს რომელიც იყო მეტალურგიის დასვენე პანსიონატი ეხლა თითქმის განადგურებულია მაგრამ იმ საგდგენა შეიძლება რუსთავი არის ერთადერთი ქალაქი სადაც ეს ქალაქი ააშენეს და დღესდღეობით კიდევ ყავს ცოცხალი პენსიონერები ამიტომ მინდა რომ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ამ რუსთაველ პენსიონერებს ამათ რო ექნებათ ასე ვთქვათ დარბაზი დიდი დარბაზი მინდა რომ გაკეთდეს რომ იქ მოეწყოს შეხვედრები როგორც ხელოვნების საღამოები ასე ვთქვათ შემოქმედებითი საღამოები ყველანაირი საღამოები და მინდა რომ ახალგაზრდებთან კონდეთ კავშირი უпростоოდ ახალგაზრდებს კონდეთ იმათთან კავშირი რაც შეიძლება მეტი ისწავლონ ასაკოვანი საზოგადოებისაგან ეს თვლი რომ აუცილებელი ეხლა ეს გარდა ამისა კიდე პირველ რიგში რაც ძირითადი მიზანი არის დაუშვათ ამ სალოცავისა მინდა რომ რა თქმა უნდა გადაეცემა საპატრიარქოს სალოცავი რო აშენდება და პირველი თხოვნა საპატრიარქოსთან ყოველი თვის პირველ კვირას აღნიშნოს ლოცვა 9 აპრილი აფხაზეთის სამაჩაბლოში ნისის გმირები ვინც გარდაგვეცვალენ აი ომში მათი სულების საპატიოსაც იმოთ ოღონ განსხვავებით ყველა სალოცავისგან მინდა აქ მოხდეს როგორ როდესაც იქნება ეს ლოცვები მინდა რომ ამ ლოცვებს როგორც ქართველი დედები დაესწრებიან იქ ესე შულკვდარი დედები ასევე მინდა დაესწრონ როგორც აფხაზი ისე ოსი და ისე რუსი დედები ჩვენ თუ გვინდა შერიგება ყველაზე მეტი ტრაგედია მე მგონი დამეთანხმებით განიცადეს მაგ დებებმა რა თქმა უნდა ეს არ ვიცი ახლა ღმერთმა არავის გამოაცდებინოს მაგრამ როგორი ამისთანა ვაჟკაცების დაკარგვა მე ახლა არ დაგიმალავთ შარშან ნოემბერში ვიყავი მოსკოვში მე ამ პროექტზე დიდი ხანი უკვე საუბარი მაქვს და ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ამ პროექტზე რომ იქ არის ჩანაწერებიც და როგორ არის წავედი მოსკოვში და რატო წავედი რუსეთისკენ უფრო რომ ახლა წარმოიდგინეთ თუ ჩვენ დავკარგეთ ქართველებმა დავკარგეთ ახალგაზრდები იმათი დედები რა თქმა უნდა განიცადეს მაგრამ რაღაც მიზანი ქონდათ ასევე ავიღოთ აფხაზებსაც იმაზე რაღაც მიზანი ქონდათ მაგრამ ამ რუსმა დედამ რა დააშავა იმის შვილი ჩამოიყვანეს აქ დაიღუპა და რატო რა ინტერესი ქონდა დაუშვა დედამის აქ დედა თუ ხარია რაღაც ინტერესი ქონდათ ხო ამიტომ გადავწყვიტე მე თქვი წავალ მოვშინჯავ მაინც ღმერთმა ქნას რომ ეს პროექტის განხორციელება ისუროს თავრობამ და ყველაფერი კარგად იყოს რომ მე იქიდან არ შევწყვე შევხვდი მოსახლეობას იქ მრევლში ქონდა შეხვედრა სალოცავებში რიგით მოქალაქეებში არასდროს მე პოლიტიკოსებს არ შეხვდა არც ქონდა გაზრდა და რაც მინდოდა ის გავიგე ხალხი იყო აი ძალიან კმაყოფილი ვერ წარმოიდგენთ იმდენად გახარებული იყვნენ და კიდევაც მკითხეს რომ ეგ პროექტი ახალგაზრდას არ მოვიდო თავში ერთი ასაკიანი ხალი იყო და უთხარი არა მე ვთქვა ჩემი პროექტია მე მოვიდა და პირდაპირ იმდენ ხალხში გადამკოცნა რომ სიხარულისაგან გინდაც შვილკვდარი დედა არ ჩამოვიდესო არ ჩამოვიდენო ხო ერთი ჩამოვლენო მაგრამ გინდაც არ ჩამოვიდო ჩვენ იმდენად ვიყვართო ქართველი ხალხი ჩვენ ჩამოვალთო უყურადღებოთ არ დაგტოვებთო ამისთანა კარგი აზრი რო გაქვს თავში ამაზე კარგი რა გვინდა რომ ჩვენ უფრო გავერთიან და უფრო ახლო ერთად ვიყვეთო მე ვთვლი და ახლა თქვენი აზრიც მაინტერესებს და რა თქმა უნდა ვინ ჩვენ გვიყურებს იმათი აზრიც თუ კი ჩვენ შვილკვდარი დედებთან საერთო ენას გამოვნახავთ
ხო უფრო ადვილი იქნება შერიგება და ჩავთვალოთ შერიგებული. აი ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ამ პროექტისა და მე მგონი რომ ცუდი პროექტი არ უნდა იყოს. გარდა ამ ყველაფრისა, პარალელურად იქ მინდა იალუის მთაზე არის ისეთი, რომ გაკეთდეს ერთი კეთილმოწყობილი ქუჩა. და ამ ქუჩაზე მინდა ცხოვრობდეს ყველა კუთხის წარმომადგენელი. სვანი, მეგრელი, რაჭელი და თხოვნა გუბერნატორთან პირდაპირ მიწერა ეგ პროგრამაში, თხოვნით მივართა გუბერნატორებს, რომ ააშენონ თავისი შესაძლებლის ორსართულიანი სახლი, თავისი კუთხის. მეგრული, სვანური, კახური, ვისაც როგორი აქვს. და მისცენ იმას, ვინც ღირსი იქნება რუსთავში ცხოვრებისა. მე ვთვლი, რომ ეს პროექტი არ არის ხელწამოსაკრავი პროექტი და საერთოდ შეიძლება იაღლუსთაგი და რუსთავით შეიძლება საერთოდ. გაზდის ტურისტების რაოდენობა, დასაქმდება ხალხი. აი, ბევრი ძალიან დიდი პლუსები აქვს. და რაც თავარია, კიდე რაიონებთან იქნება. ახლა ჩვენ გვიახლოვდება რუსთავ ქალაქობა. როჩი იქნება რუსთავ ქალაქობა, ჩამონ იგივე კახელები, იგივე სვანები, იგივე და რაღაცნაირად გაერთიანება მინდა რომ მოხდეს მთლიან საქართველოში რუსთავში, რადგანაც ეს არის ყველა ესედაც რუსთავი ტრადიციულად აი სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული იმ ახალგაზრდა სპეციალისტებით არის შექმნილი. და იმიტომ ვიძახი და იმიტომ ვაკეთებ მაქუჩას ბატონო თორნიკე, იმიტომ მინდა რომ ჩვენ სხვა არა რუსთავი ერთ-ერთი ქალაქი. ეხლა არჩევნებზე რომ ჩამოვარდება საუბარი ერთ ჩემას მე შემოგთავაზებ. თუ თქვენის ნებართვით რა შეიძლება ამ პროექტთან დაკავშირებით ბატონი ელგუჯა დიდი ხანია ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს და რამოდენიმე წლის წინ ბატონმა ელგუჯამ გაგვაცნო ჩვენ ეს პროექტი გვითხრეს ამ პროექტთან დაკავშირებით ნუ აი პირდაპირ ვიტყვი გულით ვიტყვი აღფრთოვანებული ვარ მე აი ამ ასე ჩვენი ქალაქის განვითარების იმ მდგომარეობაში ხარ როგორი გეოპოლიტიკური მდგომარეობაც დღეს აქვს ქალაქ რუსთავს ირგვლივ არა მართლმადიდებელი მოსახლეობა ყავს უმეტესობა ყველა მხრიდან 4-ვე მხრიდან არა მართლმადიდებელი მოსახლეობის ქვეშ ვართ მოქცეული რუსთავს როდესაც აი ესე ლამაზად გვირგვინივით ექნება აი ამ სალოცავი იქნება დარწმუნებული ვარ რომ ეს ადამიანები ჩვენი რუსთაველებისთვის ჯერ სიამაყე იქნება ყოველთვის პირველი და დარწმუნებული ვარ რომ ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება ეს პროექტი ბატონი ელგუჯას პროექტი დარწმუნებული ვარ ყველა ახალგაზრდა აი დღეს მაგალითად ჩემი შვილიც მასე მოიქცა ქორწილში წავიდა და მცხეთაში გადაიღეს სურათები და იწერეს ჯვარი და როდესაც ქალაქს აი ესეთი უნიკალური პროექტი და დარწმუნებული ვარ რომ ეს პროექტი შესრულებადია და ნამდვილად შესრულდება და ყველა რუსთავის ახალგაზრდა ჯერ ხედი არის რომ მთელი ქალაქს უყურებ ზემოდან გადმოხედავ მთელ ქალაქს სასწაულია რომ უყურებ ქალაქს დარწმუნებული ვარ რომ მთელი ჩვენი ეს ახალგაზრდობა უფროსი ადამიანები ჯურისწერები უფრო მეტიც იქნება, უფრო ლამაზი იქნება, ყველა მიიღებს აი ამ მონაწილეობას. ნუ ძალიან გული წყდება რომ დღეს რუსთავში არ არის იმ რუსთაველი ადამიანების, ვის ზურგზეც აშენდა რუსთავი, ვისაც უდიდესი ღვაწლი აქვს ჩადებული რუსთავის აღშენებლობაში, მის განათლებაში, მის განვითარებაში. დღეს რო გავაჩეროთ ჩვენ ნებისმიერი ერთი ახალგაზრდა თორნიკე ვერავინ ვერ გეტყვის რომ ეს ადამიანები სად არიან დასაფლავებული სად არის ეს ადამიანები ბატონი გუჯას პროექტში ყველაზე ძალიან ის მომწონს რომ აი ეს გამოჩენილი ადამიანების ის ლამაზი პანთეონი რომ გაიზრდება გაკეთდება ჩვენი რუსთავის მომავალი ახალგაზრდა თაობას აი ზუსტად იმ ადამიანების მაგალითზე დაიწყება მათი გაზრდა უკვე თვალსაჩინო იქნება რომ აი ამ ადამიანმა შექმნა ეს და უკვე არ იკარგება არც ისტორია იკარგება არც ამ ადამიანების ღვაწლი არ იკარგება და იმ ჩვენი ახალგაზრდების სამაგალითო იქნება მეც მოგახსენებთ ჩემს აზრს ამ პროექტთან დაკავშირებით პირველ რიგში ეს პროექტი იმით არის საინტერესო რომ ის აერთიანებს სხვადასხვა საკითხს სხვადასხვა კომპლექსურ საკითხს პანთეონის იდეა რა თქმა უნდა ეს არის შესანიშნავი იდეა გამომდინარე იქიდან რომ რუსთავი არის ტრადიციების ქალაქი რომელმაც სხვა ქალაქების მსგავსად თავისი მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში და დღეს ამ კვალის დატოვება გრძელდება და სამომავლოდ
კიდევ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში რუსთაველი ხალხი და ქალაქი რუსთავი. პანთეონის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე თუნდაც ბატონმა თორნიკემ ახსენა ახალგაზრდობისათვის, რომელმაც უნდა იცოდეს თავისი ქალაქის ისტორია და იმ მოღვაწეების ისტორია, რომლებიც ქმნიდნენ ამ ქალაქს და თავიანთი წვლილი შეჰქონდათ ქვეყნის განვითარებაში. ილია ჭავჭავაძე თავის პუბლიცისტურ წერილში ერი და ისტორია პირდაპირ წერს, რომ ერის გათახსირება, პირქვედამხობა, გაწყალება მაშინ იწყება, როდესაც ის თავის ისტორიას ივიწყებს. შესაბამისად, ისტორიული თვალსაზრისით და საგანმანათლებლო კუთხით ეს პანთეონი, გარდა იმისა, რომ თქვათ, თავის ღირსეულ ადგილს მიუჩენს სხვადასხვა გამოჩენილ ფიგურას, იქნება ისტორიული მნიშვნელობის მქონე და ახალგაზრდა თაობა გაიზრდება იმ ძველი თაობების მაგალითით, რომლებიც ქმნიდნენ დიდ ისტორიას. თქვენ აგრეთვე ახსენეთ ქორწინების სახლი. ესეც უაღრესად მნიშვნელოვანია, სიმბოლური აქტია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით საქართველოში როგორი დემოგრაფიული პირობებია შექმნილი, ფაქტობრივად სიკვდილიანობა აღემატება შობადობას, საუბედუროდ მრავალი ქორწინება სრულდება განქორწინებით. ჩემს გარშემო თუნდაც მაგალითად მრავალ ახალგაზრდას დაენგრა ოჯახი სხვადასხვა მიზეზების გამო და საუბედუროდ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის ეკონომიკური ფონი, რომელიც შექმნილია ქვეყანაში. დემოგრაფიაზე როდესაც ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ და ჩვენ ამას თითქმის ყოველ გადაცემაში აღვნიშნავთ ხოლმე, ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ეთნიკურად ქართველი ტოვებს საქართველოს და ლუკმაპურის საშოვნელად მიდის საზღვარგარეთ. ნუ რავის ნუ ექნება იმის ილუზია, რომ ადამიანები მიდიან საზღვარგარეთ იმ მოტივით, რომ გამდიდრდნენ და უკეთესი ცხოვრება შეიქმნან. არა, ლუკმაპურის საშოვნელად მიდის ხალხი და იქ ძალიან მძიმე სამუშაოს გაწევა უწევთ. რა თქმა უნდა, არის გამონაკლისებიც და საბედნიეროდ ბევრი ქართველი, ბევრი საქართველოს მოქალაქე იქ მართლა ჩინებულ კარიერას იწყობს და თავის მნიშვნელოვან კვალს ტოვებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ უმეტესილად მაინც მძიმე შრომის გაწევა უწევთ. შესაბამისად, ქორწინების სახლის შექმნა ეს არის სიმბოლური აქტი იმისა, რომ გამოსწორდეს დემოგრაფიული მდგომარეობა, რუსთაველ ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება იმისა, რომ დაიწერონ ჯვარი, ხელი მოაწერონ ამ ქორწინების სახლში. თქვენ გაქვთ აგრეთვე შესანიშნავი იდეა, ბატონ ველგუჯა, ეს ეხება ძველი და ახალი თაობების საუბარს, დიალოგს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? პირადად მე ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, სადაც უფროსის პატივისცემა სათანადო ადგილზე იყო დაყენებული. საკმაოდ ისეთ ღრმა მოხუცებულობის ასაკში გარდამეცვალა ბაბუა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე იყო ამ ოჯახის თავკაცი, ასე ვთქვათ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ვინც შეგირდი არ ყოფილა, ის ოსტატი ვერ გახდება. ძველი თაობის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, რაც მათ ყოფას, რაც მათ ყოფიერებას თავარ აზრს ზენს, ეს არის მომავალ თაობებთან ურთიერთობა. ვინაიდან როგორი განათლებაც არ უნდა მიიღოს ადამიანმა, რამდენი წიგნიც არ უნდა წაიკითხოს, თუ ის ასაკობრივ გამოცდილებას არ მიიღებს, თუ როგორც ბატონი კონსტანტინე გამსახურდი არ ექნება, თუ მას კონკრეტული შეხლა-შემოხლა არ ექნება ცხოვრებასთან, ის გამოცდილებას ვერ მიიღებს და აქედან გამომდინარე ძველ თაობებთან, უფროს თაობებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. აი ამ კუთხით რას დაამატებდით ბატონო ველგუჯა? ეხლავე მოგახსენებთ დაახლოებით 1-3-4 თვის წინ მეცნიერთა კონგრესს ჰქონდა ესეთი გადაცემა, ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ პარლამენტი. დიახ. და იქ მქონდა მეც გამოსვლა, რა თქმა უნდა, და მე აღვნიშნე, რა თქმა უნდა, ჩემი აზრი. პარლამენტში მე ვთვლი, რომ რაღაცა 50 წელს ქვეით ასაკით ახალგაზრდა არ უნდა იყოს. პირიქით 55 და 60 და ზევით, იმიტომ რომ ეს გამოცდილება აუცილებელია. როგორი ნიჭიერი ახალგაზრდაც გინდა იყოს. გამოცდილებას ხო ვერ აიღებს იმ ნიჭიდაიმით, ხო? კი ბატონო, იყოს თუნდაც სიმბოლურად, მაგრამ ძირითადად უნდა იყოს ასაკი ცოტა მეტი, რომ გამოცდილება ძალიან დიდ როლს თამაშობს. მე ახლა მინდა ისიც აღვნიშნო, რომ იმ გამოცდილების დროს დავასახელეთ ჩემი კანდიდატურები, რა თქმა უნდა, ეს იყო ბაღათერ არაბული, საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე ბრწყინვალე პიროვნება არის.
დავსახელი ჯუბაღებელი, დავსახელი ქალბატონი ნინო ჩარგეშვილი, რომელიც საერთოდ არ მინახია, მაგრამ უსმენდი იმის გამო. შევაშორის ბატონ ჯუბას პირადად ვიცნობ და შემოქმედებით საღამოები ხშირად მიმყავს ხოლმე და არჩეულებრივი პიროვნებაა ნამდვილად. კი, ჩვენ ქონდა წასვლა მეცნიერთა კონგრესს 20 დღე ვიყავით წასულები ევროპაში, ჩვენ ემიგრანტებთან შესახვედრად. და ჯუბა ჩვენთან ერთად იყო და მთელი ეს გავატარეთ ერთად. ძალიან კაი პიროვნება არის, აი იშვიათი ადამიანი არის. და მეოთხე ადამიანი სხვათა შორის არ ვიცი რატომაც ვერ მოვიგონე და ვერ დავსახელი. არც მითქვია არასდროს, არ წამომცდენია და ფიქრობდი ბატონ თორნიკე არევაძეზე. რომ ეს ყოფილიყო მეოთხე, იმიტომ რომ მე ესე ვთვლი და იქ ისიც აღვნიშნე რომ მე არ მინდა რომ პოლიტიკოსების იყოს ყველაფერი. მე მინდა მოვიდეს ღვთიური ხალხი უფრო. ეხლა მე ჩამოთვალე მწერლები არიან და ეს ქალბატონიც არც ის არა, არც მაგრამ ძალიან აი იტყვიან რომ ღირსეული ქალბატონი არის. და სამწუხაროდ არ ვიცი რამ შემიშალა ხელი ვერ მეგონი ვერანაირად ბატონ თორნიკეს სახელი სიამოვნებით ვიხლავდი ამას ნებისმიერ პარლამენტში. საკლუბში კი არა ნებისმიერ პარლამენტში. იმსახურებს ეს პიროვნება თავისი ცხოვრების გამოცდილებით, თავისი ადამიანობით, თავისი ღირსებით, სხვა კი არაფერია პარლამენტი. ამიტომ ისე თორნიკე ცნობისთვის რო იცოდეთ მე და ბატონი ელგუჯა ორივე მერობის კანდიდატები ვიყავით ერთად და გადაცემებშიც ერთად რუსთავში გადაცემებშიც ერთად მაგრამ აი პირდაპირ ვიძახე რა ბევრი რამე მისწავლია მე ბატონი ელგუჯასგან თუნდაც იმ გადაცემებში იქ ყოფილა ისეთი რომ ახასიათებთ პოლიტიკოსებს რომ ერთმანეთთან რაღაც კამათში შედიან ეს აი უბრალოდ მე ბატონი ელგუჯას მაგალითით მის შემდეგ ყოველთვის ვფიქრობ რომ აი ადამიანი რომელსაც აქვს პრეტენზია რომ თავისი ქალაქის, თავისი ქვეყნის მართლობაში მოვიდეს და მან როგორც ბატონი ელგუჯა ისე აი ნამდვილად ასეთი ადამიანი უნდა იყოს. მე თანდება მინდა საქმის აკეთებლად. შემოთხოვი. იმიტომ რომ მე თანდება მინდა და არა რომ საქმე მეტი საშუალება მქონდეს რომ მეტი ვაკეთო რა მე რომ 2018-ში ვიყავი, როცა ვიყავი კანდიდატი მერობისა და მაშინ აღვნიშნე რომ აი ახლა იქ იალბუდის დაბლასაც მანქანების ბაზრობა რო არის, მან მინდოდა გამეკეთებინა პანსიონატი. პანსიონატი კი არა, სტუდენტებისთვის სტუდენტთა ის რო არის. ხო, პანსიონატი, სტუდენტთა პანსიონატი მინდოდა გამეკეთებინა და რა მინდოდა მან გამეკეთებინა? აი ახლა წეგანაც ახსენა ბატონო თორნიკემ რომ ჩვენი ახალგაზრდობა მიდის და რომ მიდიან სასწავლებლად, ვინც კარგები არიან, იქ ვეიტოვებენ. აქეთკენ აღარავინ არ ბრუნდება. გამიგეთ? და აი ეს რო არ მოხდეს, მე მაშინ აღვნიშნე, მინდა, როგორ იცი რომ თუ სახელმწიფოს აქ მე უნდა ამდენი მილიონები იკარგება, ჩამოვიყვანოთ ის ლექტორები აქ. გადაუხადოთ რაც იქნება, გადავიხადოთ, გავიჭიროთ უყოლამდე ეს ახალგაზრდები აქ აგვიძახონ, აქ ასწავლონ, ხო? მიდიან აქედან და მე იქიდან აღარ უშვებენ აქეთკენ. ამანაც ახლა ნახა სტუდენტია და აუშვენ, კაი ადგილი და რა თქმა უნდა დარჩება იქ. და ეს ჩვენ დემოგრაფიულ საკითხებზე ძალიან მოქმედებს. ეხლა ამ საკითხს სულ არ ეხება, მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით, აგვისტოში, აი ახლა 3-4 თვის წინ ხშირად მიხდებოდა ხოლმე რკინის სადგურზე ჩასვლა. და მან აგვისტოს პერიოდში არის ბუმი ატეხილი ბათუმზე. და გადატენილი იყო სულ ეს ხალხი საერთოდ არ მოდიოდა. არ ვიცი თავში რაღაცნაირად მომივიდა აზრი, რომ მე თქვი ვინმე სხვა უწერია ეროვნება პასპორტში. ხვდებოდი სულ ყველას. აი მთელი თვის განმავლობაში ყოველ დღე ჩავდიოდი რუსთავიდან დილით 8-9 საათზე და ვიყავი იქ. ყველა თითქმის ყველა შევხვდი და უკვე მთელი თვე ვერამ ვერ ვნახე რომ ვისმეს ეწეროს პასპორტში ეროვნება. და უკვე რომ მაგ ხელი შეკნეული სადღაც და ხედა ორი ახალგაზრდა ქალბატონი დაახლოებით ალბათ 50 წლამდე მოაქვს დიდი სუნკა დავდექი და მივეხმარე ახლა კაცი ვარ და მოაქვს ცოტა უხერხულად ვიგზენი თავი. რომ მივეხმარე ავტომატურად მე ვკითხე შემთხვევით პასპორტში ეროვნება ხო არ გიწევს ხდებოდი მარტო ყოფის საფრთხეში და მიმცარიანი მხარს რა თქმა უნდა. და ეს მეუნება რომ მიწერია მეო. აბა მაჩვენე მე ვთქარი ვერ დავიჯერე ამდენი ხანი დავდივარ და ამოვიღო და მაჩვენა უწერე პასპორტზე იყო ყირგიზეთიდან. და თუ კი ყირგიზს უწერია რომ ის ეროვნება აქვს იმას რომ ის ყირგიზია ჩვენ ქართულს რა უნდა გვეწეროს კაცო. მე მგონი ახლა ბატონ ვიდინას აქ იმისი დონეს და ყველანაირი ის და გული ჩეტკივა და რაღაცა არის ესეთი დაშვებული რაღაცა იქნება ჩვენც ვიფიქროთ მაგ კუთხით. კი ბატონო. ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. დიახ. ერთი თორნიკე თქვენის ნებართვით თუ შეიძლება იმ პროექტთან დაკავშირებით აუცილებლად დავამატებთ წინა საარჩევნო კამპანიის პერიოდში ბატონი ელგუჯას ჩემიდან თხოვნით
რომ რაღაც გარკვეულად მცირე დოზით ავტორი ბატონი ელგუჯა არის, არანაირი უფლება არ გვაქვს რომ ეს მივიტვისოთ, მაგრამ პატრიოტთა ალიანსი მთელი სულით და გულით აი ამ პროექტის გვერდით დგას. გამოუცხადეთ ბატონ ელგუჯას გვერდში დგომა, თუ საჭიროება გახდებათ, ის ჯარისკაცებიც გავხდებით, რომლებიც სათითაოდ კარდაკარ დაიწყებს სიარულს და ხელმოწერების შეგროვებასაც დაიწყებს, თუ ბატონი ელგუჯა ამის ერთი აუცილებლად მინდა რომ გავაჟღერო და უნდა ვთქვა, აი ამ ტერიტორიაზე, რომელ ტერიტორიაზე ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ეს არის რუსთავის რამოდენიმე წლის წინ მოხდა ამ ტერიტორიის გასხვისება და ეს ტერიტორია გასხვისდა აზერბაიჯანის მოქალაქეზე, რომელსაც პროექტი ჰქონდა შემოტანილი და სურვილი ჰქონდა ღამის კლუბების და გასართობი კლუბების მშენებლობა. ძალიან ხმა პატივისცემით მინდა რომ ჩვენს ხელისუფლებას და მთავრობას ვთხოვოთ, რომ თუ კი საბედნიეროდ ეს პროექტი არ შესრულდა. რაღაც დარღვევა მოახდინა იმ აზერბაიჯანის მოქალაქემ და შეუწყდა მას ეს კონტრაქტი და ტენდერი ჩაიშალა და არ მოხდა ეს. დარწმუნებული ვარ რომ იქ ბევრი ქართულად მოაზროვნე ადამიანიც იყო ამ პროექტის შაშლაში მიიღეს მონაწილეობა. თუ კი შეიძლებოდა რომ რუსთავის ამ მეგობრობის სიყვარულის ქალაქის თავზე ყოფილიყო ის ცოდვის და აი ამ გარყვნილობის და ბუნაგი ფიქრობთ რომ სავსებით შესაძლებელი არის ეს პროექტი განხორციელდეს, დარწმუნებული ვარ ხელისუფლების ნებართვის შემთხვევაში გადაეცეს ეს პროექტი, ეს ტერიტორია ბატონ ელგუჯას და აი ზუსტად ვიცით რა ახალგაზრდების თანაცქონებია ამ წინა საარჩევნო პერიოდში შეხვედრა. თითოეული ერთი ადამიანიც კი არ დარჩება რუსთაველი, რომელიც აი ამ პროექტის შენებლობაში ბატონ ელგუჯას გვერდში არ დაუდგება და არ მიეხმარება. კი ბატონო. ბატონო თორნიკე, ეხლა ეს დავამატებ მეც, ეს პროექტი რო გაკეთდა, ჩემი უდგელი ქალბატონი მარია ტერგემიძე ბრწყინვალე ადამიანი არის და გავაგზავნე ჩვენ საქართველოს თავმჯდომარეთან ბატონ ნოზარ შეროზიასთან. რომ ესეთი პროექტია და ესე და აზრი მაინტერესება იმის. და რო წაუკითხია, მე თუნ იქ არ ყოფილა, რო წაუკითხია რას ამბობთ? ოღონ ეს პროექტი გაკეთდეს, რომ მე გამოვიცვლიოთ, რომ მე ვიმუშავებ იმ ეკლესიის მშენებლობაზე. თითოეული რუსთაველი, ყველა იმუშავებს, თითოეული რუსთაველი მიიღება, ეს სიამაყეა და გარდა მაგისა კიდე მე მინდა აშენდეს ეს ეკლესია სულ სხვანაირად, სხვანაირად მხედველობაში რა მაქვს, რომ დავიწყებთ მოსახლეობამ, ეს უნდა აშენოს მოსახლეობამ. რომ მითხრას ახლა ერთმა ვინც გინდა იყოს მილიარდერი და მითხრა აი არა, მინდა რომ ყველა მიიღოს მონაწილეობა. ეხლა ვიცით რომ რუსთავში მართლა არიან გაჭირებული ხალხი დასამალე რომ ვისაც არ აქვს საშუალება, ხო? უშუალოდ მე ვეტყვი ვინც თანხებს შეაგროვებს რომ დაუწყოს 5 ლარიანი იქნება თუ რაღაცა ღამე გაათენოს იმ 5 ლარიანმა და მეორე დილას წამოვიღებთ იმ დღეს და შევიტანთ იქ. უნდა იცოდეს უყოლოდ რომ ყველას მიუღოს წილი იმ ეკლესიის მშენებლობაში. ეს უნდა იყოს რაღაცა სულ სხვანაირი ეკლესია. რა თქმა უნდა. მინდა რომ მართლა რაღაცა ეს შემთხვევით არ მომსვლია მე ეს თავში ალბათ ღმერთის ნება იყო. რაღაცები ხდება ისეთი რაც ღმერთთან გვაკავშირებს და მინდა რომ განსხვავებული სალოცავი იყოს. და ამაში ეჭვმარება რომ ყველა მიიღეს მონაწილეობას. ეხლა ერთი მეგობარი მყავს, არ ვიცი სხვათაშორის კი მითხეს მამაოებმა რომ სხვა ისინიო არაო და უშუალოდ მუსულმანო დადოს ფული ესეთი რაღაცები არაო. მარტო უნდა ქართველი. ერთი მეგობარი მყავს სასომხეთში ახალქალაქში ცხოვრობს, ვიტყვის სახელდაგვაცა ცანულ პეტროსიანი, მართლა მეგობარია ჩემი და იმას უთხარი ესეა ვფიქრობ მე ვთხარ და ტუფისკო ჩემზე იყოს. მე გაიკეთებ სასომხო ტუფისკო და ჩამოგიტან მოაკო და ეხლა მეტი რა უნდა გააკეთოს კაცმა. მაგისი პრობლემა არ არის რომ გაკეთება კიდევაც. აი მთავარია რომ მთავრობამ რაღაცნაირად მხარი დაგვიჭიროს. დარწმუნებული ვარ რომ მთავრობაც აი ამ პროექტს გულთან მიიტანს და დარწმუნებული ვარ რომ თითოეული რუსთაველის აი იმ დიდ სურვილს ბატონი ელგუჯას იმ წამოწყებას აუცილებლად ექნება ის დიდი მხარდაჭერა. არსებობს ასეთი ტერმინი, ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ, ზეპარტიული ინტერესი. აი ზუსტად ეს არის ზეპარტიული ინტერესი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტია გააკეთებს ამას. მთავარია რომ ეს პროექტი განხორციელდეს, იმიტომ რომ ეს არის ეროვნული პროექტი. ეს არის პროექტი, რომელიც ქალაქს ახალ სიცოცხლეს შეცდენს. იგივე, თუნდაც ის საკითხი, რაც თქვენ ახსენეთ, ბატონო ელგუჯა, რომ ტურისტული პოტენციალი გაიზრდება
ვიცით რომ სხვადასხვა კუთხეში ძალიან ბევრი ეკლესია არის საქართველოში და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები დადიან და ამ ეკლესიებს ასე ვთქვათ ათვალიერებენ, ეცნობიან მის ისტორიას და აი ეს ახალი ტაძარი, როდესაც იქნება და აი ეს კომპლექსი, როდესაც შეიქმნება, ის რა თქმა უნდა ტურისტულ ნაკადებსაც გასდის. ბატონო ელგუჯა, თქვენ ახსენეთ ძალიან საინტერესო საკითხი და მე მინდა ამას შევეხო. ეს არის ეგრეთ წოდებული პიროვნებათა პარლამენტის იდეა, რომელსაც ქადაგებდა ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი და მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ამაში იყო ჩართული და აი თუ შეიძლება სანამ მე ჩემს აზრს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, აი თქვენ რომ განუმარტოთ ხალხს, რატომ არის მნიშვნელოვანი რომ საქართველოში იყოს შეიქმნას პიროვნებათა პარლამენტი და აქვე ერთსაც დავამატებთ. თქვენ ბრძანეთ ასაკობრივი ცენზი, რომელიც უნდა მოქმედებდეს პარლამენტში მიღებისას. აი მე მინდა გავიხსენო ძველი ანტიკური რომის მაგალითი. სანამ პიროვნება არ შესრულდებოდა, ну მაშინ სხვა საზომები იყო, უფრო ადრე ბრძენდებოდა ადამიანი. 43 წლის სანამ არ შესრულდებოდა პიროვნება, მას კონსულად არ ნიშნავდნენ და იმ კონსულად დანიშნვის დროსაც კი 1 წლის ვადით ირჩევდნენ და იმ ერთ წელში გამოჩნდებოდა რეალურად რისი მაქნისი იყო ეს ადამიანი, რა გამოცდილება გააჩნდა და რამდენად ღირსეულად აღასრულებდა თავის მოვალეობას. აი თუ შეიძლება პიროვნებათა პარლამენტის შესახებ რომ თქვენი აზრი მოგვახსენოთ. რა თქმა უნდა, სიამოვნებით მე არ ვიცი ახლა რატო იკავებს მთავრობა თავს აი ამ კუთხით, არ ვიცი რომ სიმართლე გითხრათ. ეს არის თუ წინსვლა გვინდა ქვეყნისა, ეს არის აუცილებელი. ახლა წეღან მე ვინც დავასახელე ის ხალხი, გინდა ერთი, გინდა მეორე, გინდა მესამე, გინდა მეოთხე, ეს ხალხი ნამდვილად იმსახურებენ. ნამდვილად იმსახურებენ, მე არ მინდა პოლიტიკოსი პარტიული, პოლიტიკოსი დაკავებულია თავისი საქმით. რასაც ეთქვის პარტია, ითვლებულია გააკეთოს ის. და როდესაც პიროვნება წვიტავს, უკვე რასაც ეთქვის ხალხი, გააკეთებს იმას. ახლა ამ პროექტთან დაკავშირებით ორ პარლამენტარის აქვს ხელი მოწერილი. აი შემდეგ წავიკითხავ. დავით ჭიჭინაძე და კი, ხო. ეკანაცლუშვილი. ყველა აქვს ჩანაწერები გაკეთებული მაგ პროექტთან დაკავშირებით, ისე კი არა დაუშვათ, აი მომწონს და ხელი მოგიწერა, არა, ჩანაწერები აქვს, თორე თქვენ წაიკითხავთ მაგას და მსმენელიც გაიგებს და მიხვდება ყველაფერს. და რაც შეეხება პიროვნებათა პარლამენტს, მე სრულიად ვუჭერ ბატონ თემურის ხარს, რომ ეს არის აი დიდი პლუსი ექნება ძალიან ამ პარლამენტს. ძალიან დიდი პლუსი ექნება ქვეყნის წინასწარ და თუ არა და რა იკარგება, რა ფუჭდება მაგით. ბატონო თორნიკე, თქვენ ხომ არ გსურთ და მე ჩემს მოსაზრებას ვიტყვი ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სრულებით ვეთანხმებით ბატონ ელგუჯას. არ შეიძლება ქვეყანა მართოს იმ ადამიანმა, რომელსაც არანაირი ცხოვრებისეული გამოცდილება არ ქონებია. ქვეყანა მართოს ისეთმა ადამიანმა, რომლისთვისაც თუნდაც თავისი ქალაქი, თავისი ქვეყანა, ეს რაღაც ტკივილი არ იქნება. სამწუხაროდ არის რომ დარწმუნებული ვარ, აი ეს წლების გამოცდილება თავისი საკრას იბრძნია რა ამ ყოველივე წლებს. რა თქმა უნდა, უფრო დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ქვეყანა, როდესაც უფრო დაღვინებული, გამოცდილი, პროფესიონალი ადამიანების ხელში იქნება. ნუ სამწუხაროდ არის რომ დღეს უყურებთ რა ჩვენ პარლამენტში უისტორიო ადამიანები არის. ყველაზე არ გვაქვს საუბარი, მაგრამ რაღაც გარკვეულ ჯგუფს ახალგაზრდებისაც ვხედავთ, რომელსაც ჩვენ ეროვნული მოძრაობიდან მოვდივართ. არც ეროვნულ მოძრაობაში გვინახია, არც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში გვინახია, იყო ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, სადაც პატრიოტთა ალიანსი ყოველთვის ჩვენს დედა ეკლესიას ედგა და ყოველთვის წინა ხაზზე იყო. არც ეკლესიის დასაცავად აგვინახია ეს ადამიანები. უბრალოდ გამოვიდნენ და ერთ ჩვენიერ ბრიფინგზე გამოგვიცხადეს, რომ ეს ძალიან კარგი ბიჭი არის და ქვეყანა მიიღეთ ეს ადამიანები. შედეგსაც ვხედავთ რა, იმიტომ რომ ქვეყანაში არის ძალიან მძიმე დაძაბულობა, არის ძალიან აი რაღაც მდგომარეობიდან უნდა ამ ქვეყანას გამოსვლა და ზუსტად ეს არის გამოსავალი, რომ ქვეყანას მართვა უნდა კონდეს იმ გამობძმედილ, იმ პროფესიონალ გამოცდილ ადამიანების ხელში. აი ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან. თვითმმართველობის მუნიციპალური ორგანოების არჩევნებში
კანონმდებლობის თანახმად 25 წლის ადამიანს უფლება აქვს გახდეს ქალაქის მერი. მესმის რომ 25 წლის ადამიანი ბავშვი აღარ არის და სულწოვანია, მაგრამ ამ ხელას საქმისთვის ბავშვია. აი როგორ შეიძლება რომ ქალაქს მართავდეს 25 წლის ადამიანი? ეს არის აი დაუშვებელი, იმიტომ რომ იმ ადამიანს არ აქვს ის სათანადო გამოცდილება, რომ გადაწყვეტილება მიიღოს. აი წინა გადაცემაში, რომელშიც მონაწილეობას ვიღებდით მე, ბექა თაუბერი კაპანაძე და ბატონი მალხა სტოფურია, ესეთი საკითხი წამოვჭერი, რომ სამწუხარო ტენდენცია არსებობდა საქართველოში მოყოლებული ნაციონალური მოძრაობიდან, რომ არსებობდა ესე იგი უნივერსალური მენეჯერის ტიტულის მქონე ადამიანი, რომელიც თურმე ერთდროულად წარმატებით ართმევდა თავს განათლების მინისტრობასაც, შინაგან საქმეთა მინისტრობასაც, თავდაცვის მინისტრობასაც და ასე შემდეგ. ეს არის დაუშვებელი და რატომ? ზოგადად ევროპულ ქვეყნებში და მათ შორის ამერიკაშიც, აი რაზეც ყურადღებას ამახვილებდა ბატონი ელგუჯა, სანამ კონგრესმენი და პარლამენტის წევრი ევროპაში არ გაივლის გარკვეულ გზას, არ დააგროვებს გარკვეულ გამოცდილებას, არ დატოვებს თავის კვალს ქვეყნის ისტორიაში, მას არ ირჩევენ. აკვირდებიან აგრეთვე, რამდენად ზნეობრივი ცხოვრების წესით ცხოვრობს ეს ადამიანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რათა შემდეგ არ მოხდეს მისი კომპრომეტირება ან ზოგადად სახელის გატეხვა და ასე შემდეგ. ამიტომ კონკრეტულ სფეროს უნდა მართავდეს იმ კონკრეტულ სფეროს დარგის მცოდნე ადამიანი. მე ასე მიმაჩნია. იმიტომ რომ როცა ყავს მრჩევლები და ისინი რჩევას გაძლევენ შენ უნდა კონდეს იმდენი სიბრძნე და უნარი, რომ აი იმ რჩევებს შორის საუკეთესო ამოარჩიო და იმას გაყვე. ბატონო თორნიკე, თქვენ როგორ გონიათ, ჩვენ ნათელი მაგალითი არ გვიდევს წინ, ახლა მე მიშას მაკებელი და ის არადროს არ ყოფილი ვარ, რაც გააკეთა ყველამ გაათიძის, მაგრამ მაგრო ყოფილიყო ასაკში და უშუალოდ 40-60-მდე იმას არ ჩაიდენ და რაც ჩაიდინა. ამაში მე ღრმათა ვარ დარწმუნებული. ამ წლებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ესე იგი 35 წლის იყო, როცა პრეზიდენტი გახდა. მე შეიძლება ახლა ქვეყნის პრეზიდენტი დანიშნულება. ახლა 32 წლის ვარ მე და ვინმე რომ მკითხოს, აი ცეხორციელმა რომ პრეზიდენტობაზე არ არის საუბარი, აი თუნდაც აი პარლამენტში შეხვიდოდი თუ არაო, მე ვეტყვი რომ ჯერ ამისთვის თავ შევიკავებდი და ჯერ კიდე რაღაც გამოცდილება მაქვს მისაღები და მირჩევნია ეს დრო ვთქვათ ისევ იმ სამეცნიერო მუშაობას მოვახმარო, რომელიც მიზნად მაქვს დასახული და პროფესიონალად ჩამოყალიბდე და შემდეგ კი ბატონო შესაძლებელია, მაგრამ 35 წლის ასაკში პრეზიდენტობა, 25 წლის ასაკში ქალაქის მერობა, 31 წლის ასაკში საქართველოს პრემიერ-მინისტრობა, ეს არის ძალიან ნაადრევი პროცესი. ჩემი შემდეგი შეკითხვა, სულ რაღაც 7 წუთი გვჩება, სამწუხაროდ ზარების მიღებას ვეღარ ვასწრებთ, იმიტომ რომ გვინდოდა რომ ეს პროექტი უფრო კარგად წარმოგვეჩინა და ბატონი ელგუჯასთვის მიგვეცა შესაძლებლობა. დავამატე ბატონო თორნიკე რა არის? მე მაქვს კიდე მეორე პროექტი, რომელიც ბიზნეს პროექტი არის. კი ბატონო, მოდით ამაზე ვისაუბროთ. მინდა რომ განხორციელდეს ეს პროექტი, დაიძრას ეს პროექტი და მე იმ ბიზნეს პროექტს ვიწვევ, რა თქმა უნდა. კი ბატონო. და ის დიდ შემოსავლა ის იქნება, აი სავიზიტო ბარადი, მარტო რუსეთის საქართველოს სავიზიტო ბარადი. მოდით გამოვიყენოთ ეს დრო, რაც დავჭა ბატონო ელგუჯას თორნიკე მე ხშირად ქონებია საუბარი და არაერთი პროექტის იდეა და ხელშესახები პროექტი. ერთი ყველაზე ძალიან რითიც აი დიდ მადლობას ვუხდი ბატონ გუჯას. თითოეული პროექტი ეს არ არის პირად მიზნებზე გათვლილი პროექტი. ეს არის ქვეყნის, ქალაქის, წინსulis, ახალგაზრდობის განვითარების, მათი სიძლიერის აი სულ ესეთი პროექტები არის ბატონი ელგუჯას რავი მე ვიდო ვიძახით ხოლმე რომ ჩემი უფროსი მეგობარი არის და ბევრი საინტერესო ბევრი იდეა მომისმენია, ბევრი რამე მისწავლია ბატონი ელგუჯადან აი თავისი აი ამ ლამაზი მოღვაწეობიდან გამომდინარე. ნოვოსიბირსკში ვიყავ ცენტრალში რომ ვუშავდით, მაშინ იქნებოდა 27-28 წლის აქედან გამაგზავნეს. და იქ დიდი მეტალურგია ცეხივით არის, მხოლოდ ქარხანა არის ის. უზარმაზარი ქარხანა არის და იქ რო ჩავედი უთხარი მთავარი ინჟინერს რომ მე უთხარი ტექნოლოგიის შესაძლებელი გაქვს ტექპასპორტში რაღაცა მეთქვი და გამომხედა გაეცინა, ახლა არ დაეჯერა.
სტოტიკა რას იძახიო შენ პატარა ქართველო და მაინც გამოიძახა მთავარი ტექნოლოგია. წავედ 1-2 საათი ვისაუბრეთ იმის ოთახში და დავუმტკიცე რომ მართალი ვიყავი და ეს ტექნოლოგია გაგიდა. მე თავი აღარ მიშვებდა იქიდან. ცეცხლს პროსტოვად შემოთავაზა უარი უთხარი, მთავარი ტექნოლოგია შემოთავაზა, ხარკთა ბავშვი ვიყავი უარი უთხარი. და მე წამოსვლის წინ მიბარებს და მეუნება რომ აი მე რაც შემიძლია შემოგთავაზო ჩემო ადგილება, მთავარი ნერი მეუნება არ ვიცი ბავშვი ვიყავი მაშინ ამასთან შედარებით რა თქმა უნდა და იმას უარი უთხარი გაგიდა ეს კაცი. არის რაღაცეები ახლა სხვანაირად არ გამიგოთ. უნდა ვიფიქროთ ყოველს ახალზე და რაღაცას. ეს ძველი რაც არის ძველი ის მაინც კეთდება და აი ახალი რაღაცა უნდა შევქმნათ რომ ჩვენი კვალი დავტოვოთ. და ხშირად აი ერთი ესეთი გამონათქვამი არსებობს ჰიუგო ამბობდა იდეები ეს იშვიათი გარეული ფრინველებია სიტყვების დღეში. ეიდოს წარმოდგენა აი ჯერ კიდე ანტიკური ფილოსოფიიდან მოდის რომ არსებობს რაღაცა ეიდოსი რომლის ასლიც იქნება სამყაროში და ხანდახან კი არა ძირითად შემთხვევებში ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია და რაც უფრო მარტივია მით უფრო გენიალურია იდეა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ როდესაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი ქვეყანას მართავს მან მოусმინოს მეცნიერებს, მოусმინოს ღვაწლმოსილ ადამიანებს, მიიღოს იდეები და პროექტები მისი მოქალაქეებისგან, ვინაიდან მერწმუნეთ რა, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და არც ერთ პოლიტიკოს არ შესწევს იმის ძალა, რომ ყველაფერი თავად გააკეთოს. ამაში საზოგადოება უნდა იყოს ჩართული. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რომელიც გულისხმობს ძალთა ბალანსის დანაწილებას, ვიცით რომ ძალაუფლების სამი შტო არსებობს. აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება. ეს შტოები ერთმანეთს უნდა აბალანსებდნენ. ხელისუფლება უნდა დანაწილდეს. მაქსიმალური დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს, რათა თვითმმართველობა განვითარდეს და კონკრეტული ქალაქის, სოფლის გამგებლობა დაუნაწილოთ იმ ადამიანებს, ვისაც ამის განხორციელების შნო და სათანადო გამოცდილება აქვს და შესაბამისად ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. სულ რაღაც 3 წუთი გვჭირდება და მე მინდა ბატონ თორნიკეს მივმართო როგორც რუსთავის თვითმმართველი ორგანოს საკრებულოს წევრობის კანდიდატს რომ აი ბატონო თორნიკე ჩვენ შემთხვევაში ახლა რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ამომრჩეველმა საქართველოს პატრიოტთა ალიანსს? საქართველოს პატრიოტთა ალიანსს წლების განმავლობაში არის საქართველოს პატრიოტთა ალიანსი დგას ქართველი ხალხის თითოეული პროგრამა, რომელიც კი პატრიოტთა ალიანსი აჟღერებს, თითოეული პროგრამა არის გათვლილი თითოეულ ადამიანზე მორგებული. მის საკეთილდღეოდ არის ეს პროგრამა წარდგენილი. ალბათ ყველაზე მთავარი ისევ და ისევ იგივე თემას აი ამ პარტიის დამსახურებიდან გამომდინარე არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც სოციალურად დაუცველი ადამიანები მიეტოვებინოს პატრიოტთა ალიანსს. ყველას კარგად გვახსოვს თუ როგორი ფონდი იყო შექმნილი სტუდია ობიექტივთან გვერდით, სადაც ათასობით ადამიანი იღებდა დახმარებას. ეს მედიკამენტი იქნებოდა, კვების პროდუქტი იქნებოდა, დასაცმელი იქნებოდა. თითოეული ჩემი მეგობრები, ჩვენი პარტიელები ყველა ქალაქში გაშლილები არიან და მუშაობენ მხოლოდ ადამიანის საკეთილდღეოდ. და ყველა ის პროგრამა უბრალოდ დროის სიმცირის გამო ვეღარ შევძლებთ ამ პროგრამაზე საუბარს. ყველა ის პროგრამა, რაც კი პატრიოტთა ალიანსისგან არის წარმოდგენილი, თითოეული ეხება თითოეული ადამიანის გასაჭირს პრობლემას და ამ პრობლემიდან მის გამოსვლას. ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ჯერ პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ ელგუჯას სტუმრობისათვის, ბატონ თორნიკეს გადაცემაში მონაწილეობისთვის, მადლობა გადაუხადო ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს, რომელმაც უზრუნველყო ამ გადაცემის, ასე ვთქვათ, ჩაწერა და პირდაპირ ეთერში გაშვება და ბოლო სიტყვად ვიტყვი ამას. ნაპოლეონი ამბობდა, ხელისუფლების მეოთხე შტო არსებობს, ეს ამომრჩეველი ხელისუფლებაა. ამიტომ ეს შესაძლებლობა ჩვენ სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ და ავირჩიოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ნამდვილად იზრუნებენ ხალხზე და ქვეყანაზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.